Hi, მოგესალმებათ თქვენი დოდოდა. იგი გვანც არ ვიცი რომელიც გინდა მიწოდეთ. სულ ერთია, ხო იცით როგორ ხართ გოგოებო. რა შვებით? ხო, დავიკარგე. და ძალიან საპატიო მიზეზი მაქვს კი იცით, დედა ჩამოვიდა ნუ ვინც არ იცით. ხო ვალაგებთ ან. არ მჯერა რომ არიამი ბევრთან არის. და მე მაქვს დრო რაღაცეების, ანუ არ მჯერა. მოდი მივირთვათ, იმიტომ რომ კატასტროფულად ვარ ღვევეს 4 დღეა. 3. მაგრამ ვიწოდები. ხო, დღე ვიწოდები. ყველაფერი რიგზია. აჰა, 20 გრამს მიჩვენებს ხოლმე მეტობა ნაკლებობა ესე. არ დავდობ. ორშაბათიდან ჩოლ ფორმაში ჩავდგებ ისევ რა თქმა უნდა და დავიწყებ უკვე იმ დარჩენილ კილოგრამებისკენ ასე ვთქვათ კლებას, ახლა მეპატიება, საგიჟეთში ვართ ჩვეულებრივად, ისეთი ამბავი გვაქვს სახლში. ეს არის ბერძნული ძეხვი. უგემრიელესი ხარ ხო? აი, რა გითხრათ. ჩემთან რა რაოდენობის ჭურჭელი ირეცხება ამის თქმა ალბათ არ ვიცი ხრგუშება გამოვთქვა ამბავი, მაგრამ დამიჯერეთ, აი მილიონი დღეში. მოდით აი რაღაცები დავალაგოთ. დაიმე გუშინ გოგოებო მქონდა ჩაცმა გახდის დღე. აი აქ წესით უნდა ჩანდეს, აი ამ ტერიტორიაზე. ახლა მიყრია ჯერ დამიკეცავს უსაყვარლესი 60, რომელიც გადაირჩა გუშინ ჩემთვის. კიდე გადაირჩევა. და რომ ეგონა რომ აი მეთქი არ მომერგება თუ რაღაცა არ ვიცი, აი უმაგრესად მაქვს ბევრი რამ. რამდენიმე კაბა არის, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ 1-5 კილოგრამი უნდა და მაგასაც მივასიკუტილებ. ანუ შუქში ვარ. ფაქტობრივად დედამ გამზმანა. მაგრამ თავისთვის ძალიან კაი რაღაცები აქვს. ქალბატონს ჩამოტარდები, ვთქვენ დედა ესენი რო გაქვს შენთვის, მე რატო არ მიგზავნიდი ამეს? კი არ შევარჩინე. მე ვთხარი რაც ძალიან კუწურიებია, შენთვის გადაგიდია მე ვთხარი. მე რატო არ მიგზავნიდი, მე ვთხარი. და დიდად ვერ ვახერხებ თქვენთან მოსვლას, მოკლედ. ძალიან ბევრი სტუმრიანობა ამანათების დახარისხება და იმ მართლა ქაოსში ვართ და ნელ-ნელა დავწყნარდებით, ანუ ნელ-ნელა მოვალ ფორმაში ესე რომ ხო და ესე იგი უკონტროლოები ვართ ყველა კუთხით. აი გუშინ იყო რაღაცა, ესე დავდიოდი პოდიუმზე, მე დიდედა მიხდება და დედიკოს გარდა ბევრი ვიყავით სახლში თქმა უნდა და ყველაზე აბა რაღაცა პოდიუმზე დავდიოდი ჩვეულებრივად. ანუ ძალიან კარგი იყო ის ძალიან გუშინელი დღე. ზედებს ვფიქრობ ცალკე გაჩვენოთ და თქვენთან ერთად ვიპოზიორო თუ რო ჩავიცნო ხოლმე მაშინ ავღნიშნო. აი ეგ არ ვიცი როგორ ვქნა. კაბებს არ გაჩვენებს რამდენიმე კაბას, იმიტომ რომ ჯერ ვიწროთ, მაქვს რამდენიმე კილოგრამი უნდა ამას და არ იქნება კომფორტული. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა თქვენ მერე ნახავთ აუცილებლად, როცა მოვირგებ. უნებრივია. ხო და ესე იგი ჭკუიდან აბა ხაფსული, მე კიდე ეგ მინდოდა ჭკუიდან გადასვლა. უკონტროლო. ხო და მარიამ ფანტასტიკურად შეეგუა დედა ჩემს, აი ფანტასტიკურად დაძდევს, არ შურდება და ახლა უკვე იმაზე ვნერვიულობთ რო წავა. ანუ უკვე ვნერვიულობ იმაზე მარიამის ემოციებზე რო წავა. ბებო, მისი ემოციური მდგომარეობა როგორი იქნება? ძალიან ვნერვიულობ. ამიტომ რომ გაუჭირდება ვიცი. ხო და ესეთი ამბები, მოკლედ ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს. უბედნიერესი უფრო სწორად. დედა ჩემი რაღაცა გაციებული ვითარი თუ რაღაცა ვერ გზობს ხავს თლად ძალიან კარგად, იმიტომ რომ აკლიმატიზაცია ცოტა თითქოს ხო, ნუ გაუჭირდა რაღაც აქ ძალიან ზამთარი დახვდა. საბერძნეთში იცით რომ პიჯაკებითაც გაივლი ახლა ნუ საქართველოსთან შედარებით და რა თქმა უნდა ალბათ ეს გადართვა გაუჭირდა რა.
ხო, ყველას უღრმესი მადლობა მოლოცვისათვის მეგობრებო, რომ დედას ჩამოსვა საქართველოში მომილოცეთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა კომპლიმენტებისათვის, რა კარგი დედა ყოლი, აი ძალიან ვიხარია და ყველას ძალიან დიდი მადლობა და დაგეთანხმებით, მართლა კარგია. გარეგნობით 10,000 ჯერ ჯობია და ეგ მაგრამ ბაღელვეს. ვერ ვხარი, არა სიმაღლე, არა შენი გარეგნობა, ვერ გავიგებ. კი რა ხდება? ხოდა ვერ გავიგო შენ გარეგნობას რას ერჩიე და შენი უფრო მომწონს მე ვთხარი. ხოდა ესე იგი ფეხზე ჩამოიტანა ფეხსაცმელი. ნუ აი ვგიჟდები მაგ ფეხსაცმელზე, ვგიჟდები და აუ ეგრევე ფეხი გავყავი ახლა რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად. მაგრამ შიგნით ბანაო ფიმხელა. ახლა 38 ნახევარი თუ 39 და მე 37 მაგ და შესაბამისად მაგრამ რო ვიზომავ კაბებს მაგისთვის ჩავიცი რომ დაბლადამეზერა ჩამოსო და მაღლებზე ანუ იგებ სწორად რამდენად გიხდება და არ გიხდება მე მაგათ შუსტზე ვერ ვიგებ ხოლმე აი რა მიხდება რა არ მიხდება ხოლა იმას ქენი რა ქვია მოვირგე მოკლედ ხო და აი ულამაზესი მე გაჩვენებთ ხალხო ულამაზესი აი ძალიან მომწონს და სანამ გავიგებდი რომ მეტეოდა თუ არ მეტეოდა და მივთხარი ეს ფეხსაცმელი მიგაქისებს აბერძნეთში თუ აქტოვებ არაო დაგიტოვებო მერეო და რო ჩავიცვი ახლა ჩამიფლავ და ყველანაირი ოცნება აღარ მინდა მე ვთხარი წაიღე დიდია ხო და თურმე ნოიწვიდა ქალბატონს თავისი წიგნის პრეზენტაციისთვის შეუძენია ხო და ხარ ბოდიში რო არსებობთ ვინც არიცით დედა არის პოეტი და მისი მესამე კრებული გამოდის ძალიან მალე უკვე ჩაშვებულია და უკვე ძალიან მალე ველოდებით და თუ ქვეყანაში იქნება მშვიდობა ალბათ დეკემბრამდე უნდათ მაგრამ ვერ მოხერხდება და თუ მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს იქნება აუცილებლად დედას გაფრენამდე ჩაინიშნება მისი წიგნის პრეზენტაცია ხო და თქვენც წაგიყვანთ ამ პრეზენტაციაზე რა თქმა უნდა ასეთი ამბები აქ რა ხდება რა არის აქ ის რა ხო და მოკეთ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და დედას პრეზენტაციას შედგება იმიტომ რომ ეს არის ნანატრი დრო ასე რომ ვთქვა და ძალიან ისეთი თუმცა დედას ქონდა შემოქმედებითი საღამო საბერძნეთში სამწუხაროდ ვერ ჩაუფრინდი რიგი მიზეზების და გამო მაგრამ და ძალიან გამიჭირდა იმის გადალახვა რომ დედას გვერდით არ ვიყავი მისი შემოქმედებითი საღამოს დღეს ძალიან ვინერვიული აი იმდენი ვიტირე დასიებული ვიყავი თავიდან ფეხილამდე ანუ ძალიან განვიცადე ხო ხვდებით რა მაგრამ ახლა აქ ვარ აქ არის დედა უფრო სწორად აქ ხო და ესეთი ამბები გოგოებო ნახოთ რა იქნება როგორ იქნება ძალიან მიხარია რომ დედას ირგული ყავს ადამიანები ვისაც ძალიან უყვარს დედა ანუ აი სულ ვიცახი რომ დედასნაირი ბუნების ადამიანი რატომ არ ვარ იმიტომ კი რომ მე ან ცუდი ვარ და ვაიმე ცუდი ვარ თუ რა არა დედასნაირი ბუნების ადამიანები არიან ძალიან იშვიათი ხო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან იშვიათობაა რომ დაიჭიროს რაღაცნაირი ის რომ თან ძალიან ახლოს მიგიშვას და თან გქონდეს რაღაცა დისტანცია რა ანუ ძალიან ახლო იყო და თან რაღაცა გქონდეს ხო ხვდებით აი ძალიან იშვიათი ბუნების ადამიანი ხა ეგ მინიმალურია რაც ახლა ვთქვი ძალიან ბევრი დადებით შემიძლია მასე ვთქვა მაგრამ ანუ აი რო იტყვია ხოლმე რომ თუ აი პირობითად გეუბნებით რა რომ ნუ ზალზე რო ავიღოთ ახლა მაგალითად ხშირად ვთქვამთ ხოლმე რომ აი ზალთან უნდა იყო რაღაცა შუტკასავით გახსნილი ქონდეს რომ არა მსგავსი რამ ჩემს ოჯახში არ არსებობს ანუ აი შუტკები თუ რაღაცები არა დედა არის თან მეგობარი და თან დედამთილი ანუ ჩემი ერთლისთვის რა და ეს ხო ყველა ვიცი და არ არის ახალი ამბავი როგორ არის იცით რომ აი შუტკას რო ეძახიან აი ეს ვერ ვიტან მაგ სიტყვას
გახსნილი რო აქვთ ვითომ და აი ვითომ მეგობრობანას რო თამაშობენ და მე ზღვარს რო გადადიან და კაკვა გახსნილი მე რა არა ჩემთვის არის მიუღებელი და ზღვარი ჩემთვის არსებობს ნებისმიერ ურთიერთობებში მეგობრობაში დედა ანუ ნებისმიერ ურთიერთობაში რა არის ძალიან კარგი მეგობარი ჩემი რძლის ძალიან ნებისმიერი სიხარულია თუ პრობლემა ჩემი რძალი უბრეკავს დედაჩემს აი ყველაფერზე აი ჩემი ძალი ჩამოსული იყო და სამწუხაროდ გაფრინდა გუშინ ერთი დღეს სრულად რავის გამოუვიდა ახო რაღაც ეგრე და ვნახე 5 წუთით ანუ და აი 800 ჯერ დარეკა ლაპარაკა დედაჩემს ანუ ხდებით ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ მაგრამ მაინც ის რო უფროსი უმცროსი აი ეგ ზღვარი არ ირღვევა და ყველაზე მეტად მომწონს ეგ მიდგომა რომ ვარ შენთვის ძალიან ბევრი, მაგრამ ის რაღაც არ უნდა დაირღვეს, რომ აი უპატივცემლობებში არ გადაიზარდოს, აი ვითომ რაღაცა მეგობრობანეთ რომ თამაშობენ თუ რაღაც. მე ჩემი დედამთი რომ ხო ხდებით რა, არ ვიცი რამდენად სწორად გიხსნით, მაგრამ ნუ ასია რა. და ეს მიდგომა რაღა დაგიმალოთ და ძალიან მომწონს. და ზოგადად მომხრევ არ იმის რომ ვიყო შენთვის ახლობელიც და ბევრიც, მაგრამ რაღაცა დისტანცირება აუცილებელია იმ მხრივ, რომ რაღაცები არ გამოგვეპაროს, ზედმეტებში არ გადავიდეთ და იმიტომ რომ როგორც შენ დაქალს, ისე მაინც ვერ დაელაპარაკები, იმიტომ რომ ის მაინც შეგვიძლია და ყველაფერს თავი დავანებოთ. ყველანაირ თემას განიხილავენ ხოლმე და ძალიან მომწონს ეს ამბავი, რომ აი ყველანაირ თემას ეხებია ხოლმე, მაგრამ ის რომ დედამთილია, ის რომ რძალია, ეს დაუწერელ კანონად აქვთ და ძალიან მომწონს რა. და სულ ვიზახი ხოლმე, რომ თუ ოდესმე ბიჭი მეყოლება, ძალიან მინდა რომ დედისგან ავიღო ეს მაგალითი, როგორი ვიყო რძლისთვის. ძალიან მინდა. ასეა ჩემო კარგებო, რატო საუბრობ ასე ჩქარაკაცმა არ იცის, მაგრამ თუ ხო შეგუებულები ხართ. ამბავს. ძალიან ქაოტური ვიდეოები მაქვს თქო ბოლო პერიოდში და ვიდეოშიც ვთქვი და არა ზე პირიქით ძალიან მოგწონს და ძალიან დიდი მადლობა. ანუ სუგადარბენითი ვიდეოებია და ახლა ეს ეტაპია ყოველ შემთხვევაში, ამიტომ და ძალიან ბედნიერი ეტაპი. ხო და როდის რას ჩავაკვეხებ, აი ესე ვიღებ ზუსტად. ძალიან მინდოდა ბევრად კარგი კადრები გადამეღო აეროპორტში, ძალიან მინდოდა. უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი იყო, მე წინ გადამეღობდნენ, მე ემოციურად გადაღებას და ესე ხო არ ვიდგებოდი, ემოციურად გამიწია დედისკენ, მე სხვა იღებდა და თურმე შორიდან იღებდა და მოკლედ. თუმცა რაღაცა ეგ სამახსოვრო კადრები მაინც დამრჩა, რაც თქვენ უკვე გაგიზიარეთ, პატარა ვიდეოდაც და ცოტა დიდადაც, ასე რომ თუმცა მეტი მინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, არ გამოვიდა. არ გამოვიდა მეგობრებო, იმიტომ რომ მაინც და მაინც დედა რო გამოვიდა, მაშინ გამოვიდა 800 კაცი იმიდან. არ დაავტურს ყველა საწადგი გამოდიოდა და მე დედა ვერ დაელოდე ხა. გამოსული ხო. მე გამოსული ხო. ესეთი ამბები გოგოებო. მარიამი არის ბედნიერესი. ჟაკო, მე გაჩვენებთ მე ხალხო. ულამაზესი როიალი ჩამოუტანა დედამ. ძალიან ლამაზი, თეთრი. აქ უბრალოდ ფიზიკურად აქ ჩამოიტანეო და მე შანსი არ არის დედა. მაშინ ყუთში ჩავდოთ ჯობია, იმიტომ რომ აქ მართლა ხო იცით რა პატარა სივრცე მაქვს და ყველგან რაღაც დევს, ანუ უკვე აი რო წაიქცე, ხო, სივრცე არა, გაგრო დაეცე, უკვე ისე ვართ. ხო და მეთქი შანსი ისე დედა არ არსებობს თქო რა და ამიტომ მაღლა განთავსდა, თან ახლა იმის დაკურის ნერვები სადამ აქ. იმ ხილახმაზე უკრავს, აი ინგრევა სახლი. ხოდა რა ახლა მაღლა იგუნებს ჩემი კოკო. მოკლედ სარეცხი დაირეცხებოდა ახლა დავფენ, ძალიან ბევრი სარეცხი დაგროვდა. ეს რამდენიმე დღე ხა ვისეცალა გეხოწებით მაგისთვის და კატასტროფა ხდება სახლში. ასე რომ ნელ-ნელა ვლაგდებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მე მყავს აუდიტორია, ვისაც შეუძლია გულწრფელად მომილოცოს და ეს გულწრფელობა არ გეგონოთ, რომ არ იგრძნობა. ყველასგან ყველაფერი იგრძნობა, ყველაფერი. აი მაგათად ამასწიათ რაღაცა ვიდეო დავდე Facebook-ზე და გამოჩნდა ადამიანები ვინც წერენ, აი ამით ეხა რა შეცვალე, რა რო გაგლანცხარ, ეხა რა აუცილებელი იყო პასუხის დაბრუნება.
ანუ თუ შენ აკეთებ იმას, რაც ჯდება ადამიანურ ნორმებში, არ მაყენებ შეურაცხყოფას, ხარ კეთილგანწყობილი, ან კაცო არ ხარ კეთილგანწყობილი, მაგრამ შეურაცხყოფას არ მაყენებ, მე შენ არ მოგაყენებ შეურაცხყოფას. და თუ შენ მე მაყენებ შეურაცხყოფას, უნდა დაელოდო ავტომატურად, რომ არც მე ვიქნები სირაქლემას პოზიციაში. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს გვერდში და არა გვერდით და იმ ბედნიერებებს ვგრძნობ, იმ დადებით აურას ვგრძნობ, ყველასგან ყველაფერს ვგრძნობ, რა ემოციითაც წერთ დამიჯერეთ. არ გამომეპარება არაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დედაჩემის ჩქარ რითმზეა ხალხო გადაწყობილი, ანუ თქვენ იცით ახლა ევროპაში ნელი რითმი ვერ იქნება. ისე რომ თან სადილს აკეთებს, თან სახლს ალაგებს, თან მეზობლებს უმასპინძლდება, თან ტელეფონზე ლაპარაკობს და თან არ ვიცი, ყველაფერს ასწრებს. ხო და იმის ენერგიის ნახევარი გადმომსხმო და ამინ. აუცილებლად გაგაცნობთ დედას, აუცილებლად, უბრალოდ ეხლა მართლა ქაოტური მდგომარეობაა, სუსტუმრიანობა, მაგრამ გპირდებით, რომ დედას აუცილებლად გაგაცნობთ. მადლობა. სად წევხარდე? ჩემოსახარ. ბაკურიანში მოხვედი? მერთო მიშველე, რა ამბავია მსახში, ხალე ხო? მიშველეთ. აი სულ ფიქრობ ხოლმე რანაირად მე რო კიდე ჭურჭელთავზე ის მერე კიდე მოვიარეთ ამბები მოკლედ. სულ ფიქრობ აი რამდენად შემიძლია აი დედამ რა მაგით ჩადო ჩვენზე აი რაღაც ნაწილი მაინც ჩავდო მარიამში რა არ ვიცი რამდენად აი ძლიერი ვარ ხო ხვდებით რა რომ აი დედასთვის მთავარია აი პრიორიტეტი სულ აი არ ვიცი ხო სწავლა იმის იქით ჩვენ არ გვეხებოდა არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესწავლა. იმის იქითში ვგულისხმობ, ნუ აი ესეთ რაღაცებს, თორე როგორც გოგოს ძალიან პატარა ასაკში მასწავლა დედამ სახლის საქმეები, ის ეს ყველაფერი, ანუ და ისე არ ვიყავი, რომ აი რო გათხოვდება მე რეძე ყოფა და კვერცხს რო ვერ წვავენ და ვითომ ძალიან ტრენდული რო არის, არასოდეს მსგავსი რამე არ მქონია. იმიტომ რომ ვერც ვხვდები, რატომ არ უნდა იცოდეს მაგალითად 18 წლის, 17 წლის გოგომ კვერცხი შეწვა 16 წლის გოგო. ანუ მე ვერ ვხვდები, არ ვიცი. თუმცა ხა ყველა ოჯახი ინდივიდუალურია, ყველას მიდგომა ინდივიდუალური, ამიტომ ნუ ჩემ საქმე არ არის, არც მეხება, არც მაინტერესებს. მაგრამ არ მომწონს, ანუ. და კიდე მომწონდა რა იცით და ახლაც მომწონს ეგ სხვათა შორის, აი რომ ახსენდება ხოლმე მიუხედავად იმის, ანუ ჩვენი სახლის მშენებლობა რო დაიწყო, მეგობრებო, 38 წლის უკან. აქ იყო ბაღი, ანუ ხეხილი იყო და 1000 რამ ბაღი იყო ჩვეულებრივი რა. პაპამ ეს მიწები შეისყიდა და სამივე შვილი დაასახლა, სამივე შვილს მისცა ეს ფართები და მე ყველა მააშენა რა თქმა უნდა. ეს გვერდზე ორი ბიძის სახლი ის უკვე იდგა. და ანუ იდგა რაღაცა იდგა და მე ააშენეს თორე. იყო ბაღი. რეალურად რაც ეს სახლი დაჯდა, შემიძლია ვთქვა, რომ სამი სახლი ჩვეულებრივად ახლაც კი რო გავყიდოთ, მოგვივა, ანუ ხუთახიანები არა, მაგრამ მოგვივა. მით უფრო რო დაიწყო და რამდენი დაჯდა, იმის ღირებულებას ვერასოდეს ვერ ამოვიღებთ მაინც. და მიუხედავად იმისა, რომ სულ მშენებლობა იყო, ხა ხო ხვდებით, ახლა არის 4 სართული ხალხო. და ხო ხვდებით, ხა ერთიანი ფული მით უფრო ადრე, როცა აი შანსი არ იყო ესე ძალიან იშვიათად ვინმეს ეგ-ქონოდა. და სულ მშენებლობაში ვიყავით, სულ რემონტი იყო, სულ რაღაცა შენდებოდა, სულ რაღაც აგური ეყარა, ცემენტი, გაჯი, რა ვიცი ესე. და თავიდანვე რაღაცნაირად გავიზარდეთ მეც და ჩემი ძმაც ისე, რომ აი ხო ყავდა ჩვენი სამეგობრო და არასოდეს არ გვრცხვენოდა იმის, რომ აი ახლა არეულობა, იმიტომ რომ რემონტია, იმიტომ რომ იქ რაღაც ჩამონგრეულია, უიკიდელი გასალესია, არასოდეს. მსგავსი შეგრძნებები ის სხვა თემაა, რომ გინდა კარგად იყოს გაკეთებული უკვე, როცა ვინმე მოგდის, მაგრამ ის რო გრცხვენია და უჯობი არ მოიყვანო, მსგავსი რამ არასდროს არ მქონია. და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი ჩემთვის მეგობრები ვერ მოყავს, იმიტომ რომ სახლი ის არის ესეთია, ეს გასაკეთებელი, არასოდეს. მე გირჩევთ, რომ არასოდეს არ ჩააგონოთ ის, რომ აი აქ ვერ მოიყვანთ, იქ ვერ მოიყვანთ. ადამიანებისთვის, რომლისთვისაც პრიორიტეტი არის სწავლა, ადამიანებისთვის, რომლისთვისაც არის შვილების განვითარება, უმნიშვნელოვანესი.
მისთვის შესაძლებელია სახლის და კედლის აშენება იყოს ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი, რაც იყო ჩვენთვის, ოჯახისთვის. ამიტომ პრიორიტეტებს როგორც დაალაგებთ, ისე იქნება თქვენი ცხოვრება. ხო, თუ არის თქვენთვის სახლი პრიორიტეტი და სწავლა ჯანდაბამდე გზა გქონია, ეგ სხვა ამბავია რა. ეხლა მაგალითად ყოფილა შემთხვევები, რომ უთქვამთ დედასთვის, რომ აი რა თუნდა უნივერსიტეტი ატარე რაღაცა ჭრაკერვაზე, მაშინ ჭრაკერვა არ იყო ხალხო ესე დაფასებული ვით, ანუ არ იყო რა ესე რა, როგორც ამბობს ბებო ხა დრინდელ დროში ამბობდა არ იყო მამის დედაზე მოგსაუბარი გარდაცვლილია, არ იყო ესე, ანუ ჭრაკერვა იყო, აი უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებდით თუ რა, აი მოდი რა ჭრაკერვაზე შევიყვანოთ. აი ეგეთი მიდგომა ქონდა თუ ადრე. მერე და მერე კი ბატონო დაფასდა, მაგრამ რაღაცა პერიოდი იყო ეგრეო რა. და მედასუნეობნებოდა თურმე ყველას, რომ არა, ჩემაშვილმა უნდა ისწავლოს იქ სადაც უნდა და იქ რისი ნიჭიც აქვს. თორე ჩვენ რო არ გვესწავლა და ამ ხელა ინვესტიცია ჩვენს უნივერსიტეტებში, ჩვენს განვითარებაში, უნივერსიტეტის გარდა განვითარებაში არ ჩადებულიყო, ახლა გვექნებოდა ერთი რავი, რა გითხრათ. რა გვექნებოდა, რა გითხრათ. ამიტომ არის რომ დღემდე ვაკეთებთ, დღემდე მოვდივართ, მე იქ რაღაცა პრობლემები წამოიჭრა, იქ რაღაცა ცხოვრება ხო იცით როგორია და ვერა და ვერ მივიდა რაღაცები ბოლომდე, რაღაცეებმა უკანა პლანზე გადაიწია. რაც უფრო დიდი ხარ, უფრო მეტი რაღაცეები გინდა, უფრო მეტი რაღაც ხდება შენ ცხოვრებაში, ქორწინდები თუ ასე შემდეგ. და აი ამიტომ ვიცახიე, რომ დედა ჩემი არის მაგალითი ჩემთვის, როგორი უნდა ვიყო მე მარიამისათვის. რა უნდა ჩავდო მარიამში და რა უნდა იყოს ჩემთვის პრიორიტეტი. როცა ამბობდნენ, რომ გოგოს რა თუნდა სწავლა, გათხოვდება, წავა, ჩემთვის იყო შოკი, აი ახლაც კი. თუ ვინმე იტყვის და სამწუხაროდ არიან კიდევ ეგეთი ადამიანები, მართლა არ მეგონა, რომ კიდევ შეიძლება ამ საუკუნეში მსგავსი აზროვნება იყოს, სამწუხაროდ ძალიან ბევრი აზროვნებს ასე, რომ რა თუნდა კაცო გათხოვდება, წავა, ეხლა რისთვის ასწავლი. ეს იყო ჩემთვისაც შოკი ხო იყო და დედასთვის იყო, ნუ აი არ ვიცი სამყაროს ახსახსრული, რომ რას აღობ, რას ქვია, ანუ ეს ძალიან მომწონს. თუმცა ძალიან ბევრი ოჯახი იყო ადრე, რომ რა თუნდა კაცო ეხლა იცი. სწავლა, გოგო არა, მოიზრდება უნდა გათხოვდეს, აბა რა უნდა ქნას და არ უნდა სწავლა, ეხლა უსწავლელი ჩემწერს ყავდეს. აუცილებელია 8 დიპლომი, მაგრამ უსწავლელი, ანუ აი არაფერი რომ არ გიკეთებია ქვეყანაზე და ერთი რაღაცა რო არ გაგივლია ტრენინგი და საერთოდ აზე რო არა ხარ ახდება ამ სამყაროში, ეგეთი ადამიანი ჩემთვის ძალიან ძიმე რეალობაა ზოგადად რა და მათი მშობლები უფრო მეტად რთული რეალობა, როგორ შეიძლება ესე დატოვო ადამიანი, ძალიან რთულია. თუმცა ეგრე იყო ძალიან ხშირადაც და სამწუხაროა, მაგრამ ნუ ხო მე ვფიქრობ, რომ მე ხარ რა პრიორიტეტებითაც თქვა გავიზარდეთ მე და ჩემი ძმა, ამ ეტაპზე იმ პრიორიტეტებს მივყვებით. რომ მარიამის განვითარება არის უპირველესი, მარიამისის ესე რა. თუმცა თუ კი ადამიანს არ უნახავს იმაზე მეტი, რომ მარტო უნდა ადგეს და გათხოვდეს მისი დედმამა რაცა თაობიდან თაობებს რო გადადის ხოლმე, ხო იცით? თუ ასია, მასვეც ვერ მოსთხოვ, იმიტომ რომ მას მეტი არ აქვს ნანახი, არც იცის მოთხოვნილება რა უნდა ქონდეს. ამიტომ ისთვისაც ეგ არის გააჩინა და გაათხოვოს მე რაღაც ასაკის მერე, ხო? ეს კიდე სხვა რამეა და ეს ბევრად ტრაგიკულია კიდე, ვიდრე უკვე გავლილი რო გაგდარგინა შემაშულმა გზა გაიაროს სწავლის გზა და პირდაპირ უხერში რო უნდა შეაბა. ეგ კიდე საერთოდ სხვა რამეა. ამიტომ საერთოდ ძალიან რთულია რა, ძალიან რთულია დაალაგდე როგორც დედა, დაალაგდე როგორც მამა, ანუ ძალიან რთულია და დედა რომ არა, რა თქმა უნდა, ხმა მამის ნახევარსაც ვერ შეძლებდა, ამას თქმა არ უნდა. და ზოგადად ოჯახი, იმიტომ რომ ოჯახი რო ერთიანი ძალებია საჭირო და ეს მარტო ის არის, რომ ერთმა გადაწყვიტოს რაღაცეები და მეორე უბრალოდ ნუ ხო ორივე ეს რაღაც თავწყობა უნდა იყოს ამ შემთხვევაში. ჩემი ძალიან მოცეკვავე, ცოტაშორის ახლა ფორმები გადმოვალაგეთ და დავურეცხეთ ფორმები, იმიტომ რომ გვინდა რომ საკიდებზე დავკიდოთ, ჩანთაში იყო და არ გვინდა რომ გავხუჩდეს და რაც საბერძნეთში წავიდა აღარც ეკვავს, მანამდე რა თქმა უნდა ციკვი დაკავებული იყო და უამრავი ანსამბლი და უამრავი ქვეყანა აქვს მოვლილი და სუმშურს ხოლმე რომ მეთქი აი მაგის ნახევარ ქვეყნებში მომგზავრე, სადაც შენ
და აი ეს მისი ცეკვის მერე ახლა ხო ხვდებით ანსამბლები რომ დადიოდნენ, სანამ დიდ ანსამბლებში გადადიოდა, მანამდე ხო მშობლები აფინანსებენ შვილის წასვლას, ფორმებს და ყველაფერს, ხა ეგ ხო ვიცით. და რამდენი თანხები დაჭდა ჩემი ძმის ამ პროფესიას ძალიან ბევრი დაჭირდა, იმიტომ რომ ფორმები ხედა ძალიან ძვირი, მერე მიდიოდნენ სამგზავროდ, იქ კონცერტები, ანუ ძალიან. რა თქმა უნდა, მერე უკვე გადავიდა ისეთ ანსამბლებში, სადაც აქეთ უხდიდნენ, მაგრამ რაღაცა პერიოდის ბავშვობა, 1 და 2 წელი ხო არ არის, რამდენი წელი დაჭირდა, ხო, ოჯახის თანადგომა და რა თქმა უნდა, ხალხო, ანუ საიდან, როცა არ მოგყვება რაც ძირიდან ძლიერი ოჯახი არის ძალიან რთული. როცა ძირიდან მოგყვება, თითქოს მოგყვება, გადადის თაობიდან თაობაზე, ეს არის ძალიან მაგარი. სამწუხაროდ ჩვენ არ გადმოგვეცა ეგ ამბავი, არც მე, არც მამას და ზოგადად, ანუ არ გადმოგვეცა ეგ ამბავი. და რაღაცა ჩვენით მიდის ჯახირი ამ სამყაროში და ჩვენით გვინდა რაღაცები რომ გავიკულიოთ. ხო, რთულია. არ არის მარტივი. აი რაღაცა გამზადებულ ბაზაზე რო გიწევს რაღაცების კეთება არის ძალიან ბევრად მარტივი, ვიდრე აი ქვაზე რო დაგსვან და გეტყვიან რომ აი ხლა შენ თუნდა მიხედა შენ ცხოვრებას. ეგ არის ძალიან რთული, რაც შეძლეს დედამ და მამა. და ხო, რაღაცნაირად ძალიან ძლიერი ადამიანები არიან, ძალიან. რა თქმა უნდა, ეხლა ეხმარებოდნენ ფინანსურად როგორ შეეძლოთ ბებო თუ პაპა თუ სოფლიდან თუ ასე შემდეგ, მაგრამ ის ცხოვრება მაინც სხვა იყო. რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად გილხინა ნეტა ეგრე ახლა იყოს, როგორც მაშინ. ერთი პერიოდი, ნუ ძალიან დედიკოს ბიძა იყო, მოსკოვში ცხოვრობდა. დედას ბიძა და ძალიან შეძლებული იყო და ყველანაირად გვერდში ედგა დედას და რა ვიცი, კვირაში 3 ჯერ დედა დაფრინა და გადავფრინდებოდიო ხალხს მეზობელთან რო ვიგონი, ამიტომ მე მოსკოვში ვიყავ, გადმოფრინდებოდიო. ახლა 8 ლარია, აი 10 ლარა დავფრინავდიო რა. იმდენად მარტივი იყო მაშინა და სამწუხაროდ დედიკოს ბიძა მოკლეს და ძალიან ძიმე იყო, ჯერ ზოგადად ოჯახისთვის ეს ტრაგედია და მე რა თქმა უნდა ის დახმარებაც უკვე გამოეცალა დედას ხელიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა გაქვს ადამიანის იმედი ძალიან, რომ რო გაგიჭირდება, ხო ხვდებით, გარდა ტრაგედიისა, რაც დაატყდა ოჯახს, კიდევ ესეც იყო ყველასთვის, ასე რომ თქვა. ხო და მოკლედ, მოვდივართ, წვალებით მოვდივართ. მაგრამ მოვდივართ. მაგრამ ვცდილობთ ღირსეულად ვიაროთ. ეგ ძალიან, ნუ დედა რო ღირსეულად ადის, მაგაზე არც არის ლაპარაკი ახლა. მისი ნახევარი გავიაროთ, ყოველდღურად არ ვიძახი, ანუ აი არ ვიცი, როგორ შეუძლია ეს ყველაფერი, ალბათ ასეთი უნდა დაიბადო რა, აი იშვიათი ადამიანების კატეგორიაში შემიძლია გავიყვანო, იმიტომ რომ დედაა. მე ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, მაგრამ იშვიათ კატეგორიაში ვერ გავიყვან, აი დედა ძალიან იმიტომ რომ დედაა, მაგრამ მართლა ძალიან კარგია. და ძალიან დიდი ადამიანების წრე ყავს, ვისაც ძალიან უყვარს და აი ისეთი ადამიანი შემხვედრია ვიღაც, რომ აი შენ ზაირას გოგო ხარ, საერთოდ რა ვიცი ვინ არის და ან ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს, როცა შენ ყავს ოჯახის წევრები ისეთი, ვინც ადამიანებს უყვართ. არ სულ არ ესიზღებათ, ხვდებით, ეს კიდე სხვა გრძნობებია, ხო? ეს გრძნობები არ ვიცი რა არის, ჩემ შემთხვევაში სხვანაირად არის და აი როცა შენ ოჯახის წევრები არ უყვართ, ალბათ ძალიან რთულია. მე ძალიან არაადეკვატური სახე მაქვს, მე ვაპატიეთ. გუში ღამის რომელზე დავიცინე, არ ვიცი, 3 ხდებოდა თუ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დედა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის. საყრდენი თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ერთი სიტყვა შეუძლია მითხრას და ამ ერთ სიტყვამ შემიცვალოს და ჩამინერგოს უდიდესი იმედი, ძალა, ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ძალიან ბევრია რომ დედაა, მაგრამ შვილისთვის აი საყრდენი ვერ არის, ხვდები, აი ესეთი ძალა და საყრდენი ვერ არის. და ჩემ შემთხვევაში არის უდიდესი საყრდენი, რაც ნუ აი არ ვიცი, ვფიქრობ რომ ის რომ არა, ალბათ მე ის ვერ ვიქნებოდი, ვინც დღეს ვარ.
რაღაცა კარგი ვერსიები ვერ ვიქნებოდი, ალბათ სხვაგან დავფატებულიყავი, აი არ ვიცი. ბევრი კარგი რამ გამიკეთა დედამ, როგორც ადამიანს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის არ ვარ კარგი, ვიღაცისთვის კარგია, როგორც ყველა ეს ხა არის დაუწერელი კანონი, მაგრამ ბევრისთვის რო ცუდი ხარ, ეს ძალიან ცუდია. იმედია, რომ ასე არ ვარ. მაგის იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, ბევრისთვის არ ამგონია ვიყო და ცოტა საჭიროა სტიმულისთვის.